ძლიერმა შტორმმა ჟილინის არხი ჩაკეტა და უამინდობის გამო მძიმე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ვერ ახორციელებს. კვლავ პრობლემურ ზონებად რჩება ჭაობისა და აეროპორტის დასახლება, სადაც გამოდარებამდე ამოტუმბითი სამუშაოები შეჩერებულია. ბათუმის სანაპიროდან მარი ბოლქვაზე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. მარი, თუ კვლავ შეფერხდა არხის გაწმენდა, რა საფრთხე ემუქრება ქალაქს? ჩვენ ახლა ვდგავართ სწორედ იმ ადგილზე, სადაც ეგრეთებული ჟილინის არხი ზღვას უერთდება და სწორედ აი ამ არხის საშუალებით ქალაქში დაგროვილი წყალი ზღვაში ჩაიღვრება. მიზეზი, რის გამოც ქალაქი იტბორება, არის ის, რომ ძლიერი ტალღების გამო ჟილინის არხი უკვე ვეღარ ახერხებს გაატაროს წყალი და ზღვას შეუერთდეს. როგორც ხედავთ, მძიმე ტექნიკამ სამუშაოები აქ შეაჩერა ძლიერი ტალღების გამო. ტექნიკის მუშაობა აქ უკვე საფრთხის შემცველია. შესაბამისად, წყალმა ქალაქში დაგროვება დაიწყო, აეროპორტის დასახლებაში დაიტბორა გზის სავალი ნაწილი და საცხოვრებელი სახლის ეზოები. ამჯერად წყლის დონე შედარებით დაბალია და სახლში ვერ შეაღწია, თუმცა აქ ცხოვრებლები გარეთ გამოსვლას მაინც ვერ ახერხებენ. მაშველებმა წყლის ამოტუმბვის სამუშაოები შეაჩერეს, რადგან წყლის დონე თანდათან უფრო მატულობს. სტიქიის კერებში სიტუაციას აქტიურად აკვირდებოდა დღეს ქალაქის მერი და რეგიონში ყოფი მთავრობის წარმომადგენლები. ის წინათვიმა რო იყო, დაიტბორა, მაშინ სახლში შემოვიდა. აი მეჯინისწყლის მდინარე გადმოდის, 1-20 მეტრო მანძილი არის კალაპოტი გასაკეთებელი რა, ჯებირი, სხვა არაფერი. გამოძახობა ჰქონდა აეროპორტის გზის 152 მეტრში. მე გადმოვიდა მეჯინისწყლის მდინარე საცალბიდან დაკარგა და შევიდა წყალი მდინარე მოსახლეობაში. და ველოდების ამინდის გამოსვლას მდინარის შავარდნასთან წყალი ამოუტუმბოთ. ყველა არხი მოქმედებდა ჩვეულებრივად, ჟილინის არხის ეხლა არის სირთულე. ზღვის მაღალი ღელვა არ აძლევს საშუალებას იმ ინტენსიურობით გავიდა ჟილინის არხიდან გაომავალი წყალი რა ინტენსიურობითაც ის უნდა გადიოდეს. ამიტომ ეს სირთულეებს იწვევს აეროპორტის ანგიზის დასახლებაში. სადაც მოსახლეობა იყო გამოსული დატბორვის გამო, სრულიად სამართლიანად, მაგრამ არხის გამოისობით ვერ ვახერხებთ და მაღალი ღელვის ხედავთ, რომ სპეცტექნიკა გაჩერებულია, ვერ მუშაობს ფაქტიურად. შემთხვევით გადარჩა ძღოლი ამ ტექნიკის, გამოვიყვანეთ ჯერჯერობით ველოდებით, სანამ ამინდი არ ჩაწყნარდება და სხვა არ მოგცემს საშუალებას იმის, რომ ისევ აღდგენითი სამუშაოები დავიწყოთ, ვერაფერს ამ წუთისათვის ვერ ვახერხებ. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, საბაჟო და საპატრულო პოლიცია მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, საბაჟოზე რიგები არ არის, ჩვეულებრივად მუშაობს. იმედია, რომ სტიქია ჩადგება, აღარ იქნება საფრთხე იმისა, რომ მოძრაობა შეფერხდეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა როგორც ტრანზიტულ, ისე საექსპორტო და საიმპორტო ტურისტებს ხელი არ შეეშალოთ. ერთ-ერთი ყველაზე რთული კერა, სადაც წყალდიდობის დროს ყველაზე მეტი პრობლემა იქნება, ეს არის ჭაობის დასახლება. დღეს წყალდიდობა იყო თავდადებულის ქუჩაზე, სააკაძეზე, მელიქიშვილზე და კიდევ რამდენიმე სხვა ქუჩაზე. ამჯერადაც დაიტბორა სახლების პირველი სართულები, მოსახლეობას გაუგზავნა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ასევე ზიანი მიადგა კერძო ობიექტებს. ჩვენი საშველი ალბათ ერთადერთი რომ არხი თუ გაიწმინდებათ, მაგრამ ყველა გაწმენდაზე შიშის ქვეშ ვცხოვრობთ, რა ვიცი. ალბათ საშველი ისაა, რომ თუ მოგვაქცევს მერია ან რომელიმე, რა ვიცი, ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს კიდე, რომ აი როცა გამოიდრება და წავა სანიაყვრე დაიცლება, ჩვენთან არავინ არ მოდის. აი ზარალია ჩემთვის ყველაფერია. კი ხედავთ რა, საოჯახო ტექნიკა საერთოდ გადასაყრელია. იქით ტახტი დაიგენ იყო, ვითომ ვაშლეთ, აი რაც გვეწყო, ყველაფერი გადავყარეთ ქვეშ პირველ საფრთხეს რა. ეხლა დავალაგეთ ავტოსაც, მუხლამდე წყალი იყო, მთელი ისა რა ქვია, კანალიზაციის ნაგავი და სილა შემოტანილი იყო შიგნით. თანამშრომლებმა დაგვისლებებელ და სამუშაოები ჩაატარეს, გავათავისუფლეთ და ეხლა მივალაგეთ და ესეთი მდგომარეობაში ვარ. თითქმის ყველა გაწმენდებაზე. ზარალი არის ძალიან დიდი, ეხლა ჩამონათვალი და რა ჩამონათვალი ელექტროტექნიკა საერთოდ არ ირთვება და გადასაგდებია. უყურეთ თქვენ თვითონ მდგომარეობას, ყველაფერი აბსოლუტურად არის განადგურებული და სველი, გამოუყენებლადაც შეიძლება ხვალაც მომიწიოს და აგენეს და გადაყრა. რა ჩამოთვალოთ, ალბათ შეიქმნება კომისია, შეისწავლიან ამ ზარალს.
დღეს ძლიერმა შტორმმა დამატებითი სამუშაო შეუქმნა მაშველებს, ძლიერმა ტალღებმა სანაპირო ზოლში შლამი გამოიტანა გაწმენდითი სამუშაოების დაწყებას. მაშველების თქმით აზრი არ აქვს, სანამ ტალღები არ დასუსტდება და ღელვა არ შეჩერდება, მაშველები გამოდარებას ელოდებიან. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები როგორც სანაპიროზე, ასევე სანიაღრე არხებზე. სინოპტიკოსების ვარაუდით კი საშტორმო სიტუაცია ბათუმის სანაპიროზე ხვალად შენარჩუნდება და მათი წინასწარი პროგნოზით 5 ბალი შენარჩუნდება და შესაძლებელია აიწიოს 6 ბალამდე ტალღების სიძლიერემ, რადგანაც ბათუმის სანაპიროზე ქარი ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან უბერავს. ველოდებით რომ ცოტა გამოიდარებს, დაიწევს წყლის დონე, რომ წყლის გადატუმბვა შეუძლოთ. ზღვის მთლიან ზოლზე ამოიტანა ზღვამ ნაყარი, დაბინძურებულია მთლიანად. ამ წუთისათვის ელოდებიან პატარა დაიკლოს და დაიწყება ხელმოერთა არხების გაწმენდა. ის მეორე ნახევრიდან ხვალ წვიმის ინტენსივობა თანდათან იკლებს და 26-დან უკვე მხოლოდ ცალკეულ რაიონშია შესაძლებელი ხანმოკლე წვიმა. დღის განმავლობაში 27-ში უკვე გამოიდარებს, 27-ის უმეტესად უნალექოამიდია. რაც შეეხება მაღალმთიან რაიონებს, ღამის საათებში საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლჭყავიცაა ნავარაუდები.